შემთხვევითი არ არის, როდესაც ვამბობთ კინო და მუსიკა. ხოლო ერთი შეხედვით ეს ორი სხვადასხვა ხელოვნების სფერო ძალიან ბუნებრივად აღიქმება ჩვენ გონებაში ერთად. უხმო იგივე მუნჯი კინოს ეპოქაშიც კი სინემატოგრაფები ხვდებოდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის მუსიკალური გაფორმება. ამიტომ კინოს დაბადებასთან ერთად აქტუალური გახდა კინოთეატრის დარბაზში განთავსებული ფორტეპიანო. კომპოზიტორები აკომპანიმენტს უწევდნენ ეკრანზე გამოსახულ ფილმებს. მათი დახმარებით პერსონაჟების გრძნობები და ემოციები უფრო ადვილი გასაგები ხდებოდა მაყურებლებისთვის. Now get this. Blue sky, smiling at me. 1927 წლის 6 ოქტომბერს კი მსოფლიომ იზეიმა ხმოვანი კინოს დაბადება. ეს იყო Warner Brothers-ის მიერ წარმოებული ფილმი სახელწოდებით ჯაზის მომღერალი. ეკრანებზე ჩნდებოდა უამრავი ხმოვანი ფილმი, მაგრამ რა თქმა უნდა მუსიკის საჭიროების აქტუალურობა მას არ ეკარგებოდა. ისევე როგორც კინოს, მუსიკასაც აქვს დრამატურგია, ამიტომ რეჟისორებს და კომპოზიტორებს ძალიან დიდი შრომა და ფანტაზია სჭირდებოდა შესაფერისი ემოციური ფონის შესაქმნელად. ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. ბევრ რეკლამასა და ფილმში იყენებენ საქართველოშივე შექმნილ მუსიკას და რაც ყველაზე სასიხარულოა, საავტორო უფლებების დაცვით. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია ზურგი. ჩვენ მოვედით ზურგის სამუშაო სტუდიაში. ისინი აქ ქმნიან თავის სიმღერებს. თქვენ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ წარწერა. სტუდიაში შესვლა სასტიკად აკრძალულია, მაგრამ ეს წესი საბედნიეროდ ჩვენ არ გვეხება. მათი სიმღერა გამოყენებული იყო ქართულ პოპულარულ სერიალში ჩემი ცოლის დაქალები. ჯერ ეს სიმღერა არის ქავერი, ანუ სახის დიდხანს ხელოდი. გავაკეთეთ ქავერი, ეს იყო დაახლოებით 9 წლის წინ. დაინტერესდა სერიალ ჩემი ცოლის დაქალების წარმომადგენლობა. მოეწონათ და ამის შემდეგ გამოიყენეს სერიალში. მე ამ ღამეს დიდხანს ველოდი, ძველ სიმღერებს შენ გიმღეროდი, შენგან დატოვებულ სიზმრებს ვეფერებოდი. თქვენ კიდევ ახალ ფილმში იღებთ მონაწილეობას როგორც ჯგუფი და იქაც იქნება თქვენი მუსიკა გამოყენებული. ეს არის ახალი ფილმი საშა ქორიძე, რეჟისორი ასეთი. ეს ფილმი არის F5, რომელიც არის 8 ქართულ ბენდზე, ანუ რომლებიც თქვა 90-იანების მერე წამოვიდნენ ახალ ბენდებზე დღეს, რომელიც აქტუალურია და რეალურად არც ერთი სიმღერა არ დაწერა სპეციალურად თქვა ფილმისთვის რა, ანუ სიმღერებიდან წამოვიდა ეს რაღაც მე მგონი კარგია. და რა სიმღერა იქნება? ჩვენი არის Running Out ეგეთი სიმღერა, ძველი სიმღერაა ერთ-ერთი. რა ვიცი, მიხარია რომ ეგეთი სიმღერაზე შეგვიძლია ვანახოთ, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ამ სიმღერით უფრო ზურგს ვანახებთ ვინ ვართ, თქვა დარჩენი რაღაცეება. ეგრეთ წოდებული საუნდტრეკების შექმნა შეგვიძლია უკვე თამამად უწოდოთ ცალკე პროფესია და ბიზნესი. შეიძლება სულაც არ იყო ძალიან პოპულარული, არ მოღვაწეობდა კინოინდუსტრიაში, მაგრამ ქმნიდა კარგ საინტერესო მუსიკას. ერთ დღესაც კი შეიძლება დაგიკავშირდეს პროდიუსერი და სულ მალე შენმა მოგონილმა სიმღერამ რომელიმე საინტერესო ფილმი დაამშვენოს.